ოთარისა დამეთქე რა ქვია ოთარი ემზარე ოთარას უთქვია ჩემი გული შეძარი გენაცვალე ემზარე Что это вещь? საუბრალი პიროვნება და პირველი შეხება მომასთან ჰქონდა ბავშვობაში, როდესაც სკოლიდან მე და ჩემმა სამმა მეგობარმა გადავწყვიტეთ სურათი გადაგვეღო. ახალი დამთავრებული იყო ფიზკულტურის გაკვეთილი და ფორმებიც არ ჰქონდა კარგად გამოსვლილი, გაოფრიანებულები გამოვიქცეთ სკოლიდან, რომ მოსულიყავი და სურათი გადაგვეღო. ხოლო შორის ძალიან ბუნებრივი და ძალიან კარგი სურათი გამოვიდა, ეს როგორც ალბათ მოამბავების სურათი. და ძალიან საყვარელი სურათი იყო ჩემი და ჩემი მეგობრებისთვის. აი ეს იყო პირველი შეხება, რაც ჰქონდა მასთან. ბავშვი უდიდესი სიკეთით და იმ ადამიანური სიფოთი და სიცოცხლეში რომ ადამიანზე უკვე დიდი ამბებს ყოფოდნენ და რაღაც ლეგენდები იხსებოდა, ეს უკვე რა თქმა უნდა პატარა ბავშვებისთვის სასამახსოვრებელი იყო, რამე თუ ქალაქში მიბუდავისათვის იყო ესეთი კოლორიტული ფიგურები, რომ ერთ-ერთი გამორჩეული იყო ილო. და პიკასო ასე მოგმართა მეშინ და ასე მოგმართა სულ. მე მინდა ერთი რამ თქვა რა, ამ ქალაქში ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ თუ ნებისმიერ საქმეს ზუსტ ენთუზიასტი ჩაუდგება სათავეში როგორ შენახა და შენ უდიდესი ენერგია ვიგზენი მე მონდომება ამ საქმის გაკეთებაზე და მე დავიჯერო ეს საქმე შეიძლება გაკეთებულიყო. ამაზე ჭირდებოდა რა თქმა უნდა ხელი შეწყობა. ამიტომ იყო რომ მე შეგთხოვე რომ პირდაპირ შეგეძლება ჩემთან მოსვლა ნებისმიერ აი ნებისმიერ პატარა საკითხს, როდესაც ზრდის საქმე გესწრება, აი პატარა საკითხები და ელემენტარული საკითხები არ არსებობს, იქ ყველა საკითხი მნიშვნელოვანია. ამიტომ გითხარი რომ მოდი ჩემთან ნებისმიერ საკითხზე სილა გამოგილევა, ფიშა გამოგილევა, ხელოსანი არ მოვა დროზე, ამიტომ საჭირო იყო დიდი მონდომება. საჭირო იყო და ეს შეძელი და რა თქმა უნდა ჩვენ დაგეხმარეთ ამ კუთხით რომ რაღაც ტექნიკური პრობლემები იყო, ფინანსური პრობლემები იყო. ის წიგნი რომელიც შენ შექმენი მართლაც თვითონ წიგნი არის საინტერესო რა. მინ რამდენი წელი თავისი წელი გაიყო ამ იდეის ხორჩესმაში. ეს იყო ქუთაისელი უბრალო ადამიანები. და მე მიხარია რომ მართლაც უმეტესობა მათ შორის არის უბრალო ადამიანი. და რაღაც ვინმესგან დავალებული არა ვარ ჩვენ აშუთხევაში. ეს იყო უბრალო იდეა, უბრალო კაცისათვის გასაკეთებელი და გავაკეთა უბრალო ადამიანები. ეს არის მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ დღეს ქალაქში უმეტესობას უჭირს ეკონომიურად. არის ის უმცირესობა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, მაგრამ სამწუხაროდ მათ იდეა ის არ აქვთ, სურვილი არ აქვთ, რომ ეს თავიანთი შესაძლებლობები კეთილ საქმეში გამოიყენონ. მე ძალიან გულისხმობ ხანდახან ადამიანს შეუძლია წავიდეს რესტორანში დახარჯოს ენდროოდენობის თანხა, რომელიც არ ემახსოვრება მეორე დღეს არავის და ესეთი საქმე, რომელსაც მაგალითად ქალაქი დაიმახსოვრებს, რომელიც მომავალ თაობისთვის იქნება პირველ რიგში მისაბაძი.
ჩვენ რა გავაკეთეთ? ჩვენ მოვალთაობას ვაჩვენეთ, რომ თუ კაცურად იცხოვრებ ადამიანი, თუ შენ პატიოსნად იცხოვრებ, შეიძლება დიდი აღმოჩენები ვერ გავაკეთო, არა, დიდი სახელი ვერ მოიპოვო სოფლიო მასშტაბიდან, თუ კაცურად იცხოვრებ, თუ ადამიანად იცხოვრებ, ყველაზე მახსოვრები. ეს უნდა იცოდე მომავალ თაობა. აი ძეგლით, რომელიც ნამდვილად გარედავდგი ჩვენ, ძალიან მიხარია, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოდის, ზოგი ეფერება, ზოგი კითხულობს რა არის, ვინც არის ის კითხულობს, მას უყურებიან ისტორიას, მას უყურებიან ამ კაცის ამბავს და ის ხო დაფიქრდება არა შემდეგ, რომ ესე ცხოვრება ღირს. ამიტომ მე რა თქმა უნდა გული დამზა, რომ იმ ადამიანებმა, რომელსაც ჰქონდათ ფინანსური შესაძლებლობა, არ გამოეხმაურებოდა და სხვათა შორის ძალიან ბევრი კარგი იდეა არის ამ ქალაქში განსაკუთრებული. როგორღაც ნელ-ნელა მე მაინც ვფიქრობ, რომ შეიძლება ამ ადამიანების ჩათრევა კარგი საქმეების კეთებაში. ამას უნდა დიდი მოდული, ამას უნდა თუნდაც შენაირის ენთუზიასტი ადამიანი, რომელიც ამოგასვენებს. ესე ჩავაგასო პირველ რიგში ვიტყვი მას, რომ მე თანამდებობა დავტოვებ და ქალაქი არ დამიტოვებია. არც არასოდეს დამიტოვებია და ჩემპიონსები აქ არის და აქ იქნება ყოველთვის. მე ძალიან ბევრი საქმე მაქვს კიდევ ამ ქალაქში გასაკეთებელი. ჯერჯერობით ისე ვარ მე ჭადრაგის იმერეთის ჭადრაგის ფედერაციის პრეზიდენტი, ვარ საზოგადოებრივი ორგანიზაცია ჩემი ქალაქის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელსაც ძალიან ბევრი იდეები აქვს ამ ქალაქში გასაკეთებელი, ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებ. რაც შეეხება თანამდებობის დატოვებას, იცით, ეს იყო ამ ეტაპზე, ასე სახელმწიფო პოლიტიკაში არ ჩაჯდა, ჩემი იყო რაღაც ცვლილება მოსავლობნელი და ამიტომ მე არ მინდოდა პიროვნული ჩემი უარის თქმის გამო შეიძლება ქალაქს რაღაც იგეთები მოგლებოდა. არ მინდოდა რომ თქვა იგივე ის დახმარებები, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან მოდის, ტრანსფერები, რომლებიც მოდის, რატომღაც შეჭერებული იყო. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება უფრო გონივრული იყო და პრაქტიკული მოსაზრებიდან იყო გამომდინარე, ვიდრე თქვა პირად ემოციებზე დაფუძნებული. აუცილებლად ეს პროექტები, რომელიც ჩაფიქრებული იყო, მე სახელმწიფო სამსახურში ვიქნები, საზოგადოების საქმიანობას გავაკეთებ, აუცილებლად გამოხორციელებ, მაგრამ თუ მე ვფიქრობ, რომ ეს ქალაქი უნდა გამოცოცხლდეს და ამ ქალაქში უნდა დაიწყონ ადამიანებმა დაბრუნება და არა გაქცევა. აი ეს არის ჩემი მთავარი მიზანი და თუ გასულ მე შენ ოთახში წავაწერე, რომ უთაისლება ყველა ქვეყნისა დაბრუნდით. აი ეს იქნება ჩემი მაუწყებელი ძალა ყოველთვის, რომ ეს ქალაქი გავხადოთ მიზიდველი, არა მარტო უცხოური ინვესტორებისაც, როგორც ამბობენ, ეს ქალაქი პირველ რიგში გავხადოთ მიზიდველი ქუთაისლებისათვის, რომლებიც ქალაქიდან არიან გასული. არა, მე წდება გული იმ დაწყებული საქმეებზე, რომლებიც ფაქტიურად უკვე რეალიზების სტადიაში არის, მაგალითად დღეს ჩვენ სამი საჯდაული მივიღეთ, რომელიც პროექტის ჩემ დროზე დაიწყო განხორციელება. ჩვენ მოვაწესრიგეთ ის სპორტული ბაზები, სადაც ეს ადამიანები უნდა გაანადგდეს. დღეს ჩამოვიდა პირველი პარტია და დღეს გაგრძელდება. მე გული დავსვა ისე წდება რა ყველაზე მეტად წდება სპორტული კომპლექსის დახსოვება, რომ მოესწრო ჩემს საქმეში, მაგრამ უკვე ტენდერი გამოცხადებულია, ფაქტობრივად ყველანაირი სამუშაო არის მობილიზებული იმისათვის, რომ დაახლოებით ნოემბრის შუა რიცხვებამდე სპორტული კომპლექსი დამთავრდეს. და გული წდება უბრალოდ ის საქმეები, რომლებიც დაწყებული იყო, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ისინი ბოლომდე მაინც მივიდნენ. მე მაინც მინდა ცოტა გლობალურად შევხედო ამ საკითხს და ალბათ დრო არის, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენ ქალაქს ჰქონდეს განსაკუთრებული სტატუსი, როგორც აქვს თბილისი და უნდა არსებობდეს კანონი ქუთაისის შესახებ, რომელიც იქნება განსაკუთრებული სტატუსის და ის არ იქნება დამოკიდებული, არ იქნება რაღაც სამხარეო დაყოფაში შესული, მას იქნება განსაკუთრებული ქალაქის სტატუსი. კანონიდან გამომდინარე, მას იქნება თავისი ბიუჯეტი, მას იქნება თავისი შემოსავლელი, თავისი კანონი და ეს უფრო დამოუკიდებელი და უფრო ვფიქრობ, უფრო საქმისათვის უფრო სასარგებლო იქნება. Metro 53. Metro 53. Da. Proșii. Დაპატარება უნდა ერთი თუ შეტაპატარავდება იგი მაინც ხომ მოვაკეთე იგი ამაშოვის დინა. მომეთახო მე
ეს კონკურსი ხოლო იმას რო იზახი იმას ცოტა უფრო მეტი ღრმა დანიშნულებაა. ილოსთან რა უცეთო შვილი ვარ ნორკიფანის. იცი. ხოდა ესავარ აგერ მე ფაბრიკოს ეუბნე. ეს ჩემი და აქ მქონდა კიდე ერთი სურათი. ასე გაჩეჩილი თვებით ვიყავი, მაგრამ ეს სტენდი რო დააპატარავე, ეს ვიცინოთ ძალიან და გაჩეჩილი. ეს სტენდი რო დააპატარავე, ეს სურათი მერე ჩამოვიდა. მაგისგან. ილო ბავშვობაში ადრე ძალიან ადრე. ალბათ 8 საათი იქნებოდა დილით ადრე მოვიდოდა 8 საათზე დაგვედგებოდა თავზე და გვიღებდა ლოგინში სურათებს. ეს მახსოვს და ის ლოგინში გადაღებული სურათები ეხაც ამაქვს მე და ჩემდას და შენახული აქვს. შენახული გვაქვს ის სურათები, ძალიან ბევრი სურათები მაქვს. თითქმის ყველა ჩემი ბავშვების სურათი ილოს გადაღებულია. ეს მახსოვს რომ სახში ლოგინში რო ვიწეკი დილით ადრე რომ მოვიდოდა სურათებს რო გვიღებდა. ილო იყო როგორი, აი საოცრად მორიდებული იყო, ამ დროს ძალიან თბილი, ძალიან მოსიყვარული, არ მახსოვს აქ ჩამიარა და ანუკას მეძახდა მე და ანუკა ბიძია, ელო ბიძია რაღაცნაირი საოცრად თბილი შემოყვანდა 4 ნომერ მაღაზიაში, მაშინ მაღაზია იყო, იქ აუცილებლად შოკოლადას ვიყიდი და ილო და ისე გამომიშვედა. ჩვენს რაღაც საოცარი ურთიერთობები გქონდა და ძალიან გული დამწყდა ილოს. ძალიან დიდი მადლობა. ამას მუზეუმს დავაწერთ აქ. რა თქმა უნდა, გარეთ ძეგლი და აქ მუზეუმი. მე რომ მოიც მარგარეტა შემოდით და განახილეთ კომპიუტერში. იქაც შემოვა და მე კიდე მუზეუმით ისეთი ხალხი ილოზე ვისაც ძალიან იღია ფილმს, რო იცოდე. ფილმს იყო და მე კომპიუტერში ამოვებოთ ისეთი დაწერილები. და შეიძლება ჩაქჩოში რო სწავლა მუზეუმშიც გაკეთება ვისი აზრი რა იყო ილოზე იგი ცუდი იქნება? არა, კაი, ყველაფერი. და გააკეთე ის და ჩამოსაცდელი. ილოს საერთაშორისოა? არა, ეს ჩვენი მოუშვით ახლა. ეს ნაწილი მოხსენ ჯერ. როგორც ქუთაისში მაცხოვრებელი, უბრალოდ კარგად ვიცნობდი ილოს. ილო იყო ქუთაისში კორონიტი რა. ხალხის მიმართ იყო ძალიან გულთბილი,
ძალიან დამხმარე ბავშვთან ბავშვი დიდთან დიდი უარდა პატივისცემა გასესხება და უკან დაბრუნებაზე აღარ ფიქრობდა. პირადად მე თვითონ ერთხელ მქონდა ასეთი შემთხვევა, როცა ჭირდებოდა ფინანსურად რაღაცა პატარა დახმარება და ელობიძიას ვთხოვე. და ელობიძიამ ხელი გამიწყო ძალიან კარგად მომეხმარა, მაგრამ დაბრუნებაზე რომ უნდა დამებრუნებია თანხმა ვარი მითხრა. ეს თქვენთვის იყოს საჩუქარი ჩემგანო, ჩვენ ერთად ვიყოთ და კარგად ვიქნებიო. ელობიძია მეორედ რომ დამჭირდეს თქვენგან კიდევ რაღაცა ხელი შეწყობა, შემდეგ შემთხვევა მოსვლა მე რამდენჯერ მითქვი ასე არა, იზია მოდი როცა იქნება საშუალება ჩვენში შესხობა არ იყო, ჩვენი ნუკმე ერთი იყოსო. მე კაცი მინახავს, მაგრამ მასეთი არ მინახია ჩემ ცხოვრებაში. მერთმა აციყონოს ნათელი იყოს მის საფლავზე და დიდი ვადობა სულ ყველას. გახდება ხოდა პლასმასები წამოვა და დაერთება ემაზე. ეგ 100-იანი ჩამოვდის, ზევიდა, ზაზა. 100-იანია, ხოდა 100-იანია ეგ. მაგრამ ეგ რო გამოდის, აგერ აქედან ვიო. Size geri kalıp git. Nura, bili. Lokaya. ვიდეო. Haydi. ეცი გადავაგები. Bana da baygar olma. ვიდეო მაგას მას გამოვა. Haydi, magas gibi gamu. Ey tarafına gamu. İsari. Ha, dobra. Ya ben bu izi tabejo. Beje. Em fora. Sacro fi. Abi sinema oraya saga. Akila haberga, iki de onlarga. Neyse, baba hepsi bakacağız. Ha, birisi video. Araba koy ya, var yoksa. მე ჩავმავიო კიბიდან ერთ Agame, yarın doktor, falan ya. ხო, ვიგია. Evet, çıkabilir misin problemi? დიდი საქმე გეთდება და ნამდვილად რო ღირსი კაცი იყო. ხონებოდი ილო და ეკუთვნეს იმას ქალაქში ერთი რო სამახსოვრო ქალაქისთვის. მთელ ქალაქს უყარდა, ქუთაისს უყარდა, კოლორიტი კაცი იყო, პიროვნება იყო. თვითონაც კოლორიტების სახელი გიქონდა, სურათები, ყველა გამო. კაცური კაცი იყო და აგერ წახავ ლაპარაკობდით გარეთ. და ქალებმა თქვენ დაჟეო ესე ერთხელ ფული არ მქონდა და რა ის ფულზეო ლაპარაკიო კაცო ილოს უთქვია გადაგიღებ გაგიგეთებო არაა პრობლემაა ხო ყოფილა ამნარი აგერ ვიცხა სულ უცხო ქალი ლაპარაკო ხსოვნა იყოს და მოგონება იყოს ამითი ესე იგი მერაბი შენ გაგიმორს მართლა მართლა ესე იგი დიდი საქმე გეთდება რა შემოგული მოგონება იყოს იმ კაცს იცოს გაგიმორჯოს ილოს გამომორჯოს ნათელში იყოს მისი სული განათლოს მერთმა ხონდა ერთი ორი შემთხვევა რომ შემოვედი სურათის გადასაღება. და ყურადღებით მე ძალიან ყურადღება მომაქცია და არ იყო საერთოდ ფულზე საუბარი. ესე იგი, რასაც დადავდი ის იმაზე იყო მადლობელი კაცი. ეს პირადად მადლობა თქვენ გეკუთვნით, რომ ასეთ რამეს აკეთებთ მისი გულისათვის. იცოს ასე მადლობა თქვენ. და დათელი და სანთელი. კარგი კაცი იყო, თბილი კაცი იყო, თბილი კაცი იყო ყველასათვის და ნამდვილად. იმიერ ქვეყანაში განათლებული იყო და ინოს დანატორებს ყველას მიეცეს სიკეთე და კარგი ყოფნა. იცოს. ჩვენც ბიჭებო, ამისანა კარგი ხალხსათვის ყოველთვის გეგუკეთებიოს ამისანა კარგი საქმეები ილოსათვის. აიო. ჩემო მერაბი თქვენი გამარჯვებაც იყო და კარგად ყოფნა იყო. იცოს. ერთი შემიძლია დავამატო ამ პატარა იმას, რომ მე ეს ვიცი, რომ ბაღის კიდეში, ის გაიზარდა, მისი სურათები ქონდა ამას. წონებულს აქ გამოყენებული იმითი, რომ ვის გადაიცვალა, განსაკუთრებით ამის სურათები იყო აქ. და
ამატებდა და ამატებდა ახლა ნეშჩიკი მე ახალგაზრდები უფრო მეტად რაღაც დებოდა ალბათ ასეთი და ბაღის კიდეში მის გეიზადა ხო მე ვიცი რომ მქონდა მაგის სურათები და მე თქვა განოთ მისული რომ ხალხი არ დაუვიწყებია და ჩვენც რაც შეგვიძლია ეს პატივიცემით გავაკეთებთ და გავაკეთებთ იმას რომ რაც არის ჩვენ გამომდინარე იცოს ოღონდ ვარდავის გავაყოფილიყო და არის რომ ազգը ստավորել կացի եղել და ինձ მოსოგանա ყველა ჯანმრთელը და ბედნიერად եղավ თქვენ გაგიგონოთ რომ მადლონ ვერა რომ ამ საქმეს აკეთებთ და დელოხანოდეთ იცოს ხანია კაი ადამიანის კეიფის მოყვარული კაცი კეიფის მოყვარული კაცი იყო და მოყვარდა ყველას პატივცემელი კაცი იყო ასეთ კაცს დააგეს ნათელი მისაპრას და ვინც რასაც ვაკეთეთ დაგერ ხო ჩვენ გაგიმორეს რომ და ასეთ კაი ხალხს ყოველთვის მოხმარებოდით იცოს ყოველთვის გერჩყობილიყო ასეთ კაი კაცი დირექტორმა ზმაო ერთი წარბიც არ შეიხარა ამ საქმეზე რომ რაღაცა და ხო თანხებთანაა ყველაფერი და იგი და რაღაცა გამოყო ამ საქმისთვის თანხა რაღაცა თხოვნით იმითი და გაკეთა ხო ეს საქმე რაც კეთდება ხო ქალაქის საკეთილდღეო და ქალაქის მომავალში კაი კაცი იყო ილო და ეს ყველა სარგანალის კოლექტივს გამოვარდიო ზვიადის დამადობით რომ გულდან მეიტან ეს ამბავი და გამოყო თანხა და გაკეთა ეს საქმე რაც გაკეთდა და აზეც კიდო თუ ვიგნებით რამე საჯირო ებადო ხანიჭირო როგორ ჯიგნები ყოველთვის თქვენ არის ქუთაისის იმედითაა ეს ქალაქი ეს რო არ დაიკარგება ყოველთვის სიკეთე იქნება ამ ქალაქში გადამეცვალა დედა და სადღალი ლოსან მოვედი ამ კედლებში აგერ ამ კიბის ქვეშ მოვედი ლოსან და თხოვე რომ გაედიდებია დედის სურათი და ილო მადგა გამიკეთა ყველაფერი ის როგორც საჭირო იყო და გამატანა 13 წლის შემდეგ გარდამეცვალა მამა ხო და მოვედი ახლა ისავლე ილოს და ილო მეთქი მინდა ეხლა რომ ორივე ერთად გავიკეთო სურათი მეთქი და დახედა ილომ და იცნო ის თავის ნახელავი სურათი მოიცადეო ავტო ამას ნეგატივი ჭირდებაო და უნდა გავაკეთოთო მაგრამ გაახსენდა ვერ რაღაცა გამოვძვრა აქეთ იქიდან წამოვიდა შეძვრა თავის კოხნაში და ეზია და 13 წლის უკან გადაღებული სურათი ამოიღო შენახული ხო ვიღაცა წარმოედგინე 13 წელი გავიდა მის შემდეგ ხო და შეინახა ის ნეგატივი და მოვიდა აქ და ბოლოს რო ხარი რამდენი გინდა ილო ბატონო მეთქი და ავტო რაფულზე არის ლაბარაკი ბიჭო ჩვენში მაღაზია საუბარი ეს მახსოვს ილოდან ამ კედლებში აქ კიბის ქვეშ დაბურჩულობდა დადიოდა და მალაგაის საქმეს აკეთებ პიკასო რასაც ილოს ხსოვნას და ქუთაისის აკადრის პასუხს და ხსოვნას დაუფასებს საზღალ ილოს არის საზოგადოებრივი შეზღუდვა ეს უნდა იყოს შეზღუდული ლენტით გაკეთებული და ნებართვა არის დღეში 5 ლარის ოდენობით გადასახდელი. ეს მეტოდის გალაპარაკეთ მერაბი და მე გალაპარაკეთ სადაც კონსტიტუცია დავალა უკვე. კი ბატონო.
ხო ბატონო მერია პირველ სკოლასთან ეს ილო ფოტოგრაფიის მუზეუმი რო გეტდება აქ მიმდინარეობს ხრეშიკლია და მიმდინარეობს სამუშაოები შეზღუდვა და მოსული ვარ უბრალოდ და არის საქმის კურსია მთელი მერია ყველაფერი და არაფერი არ ნახებაო გადასახადიო და 10 და ასეთი აჟიოტაჟი ისე რომ თქვენამდე მოვიდა ყველაფერი და როგორ მოვიქცე როგორ მე უბრალოდ მითხრა ბატონო მედიშერმა და გამოვედია კონკრეტულ ფაქტს ეს არის პირველი სკოლის გვერდით ხო პირველი სკოლის გვერდით ეს რა გალერეა რო არის სამხატვრო გალერეა იმის ჩაყოლებას ყრია ხრეში ტროტუარზე ჩვეულებრივ მიმდინარეობს იქ სამუშაოები როგორი შეზღუდვა ხრეში ყრია და მიმდინარეობს რასტორის გაზელვა ბეტონის გაზელვა და სამუშაოები ჩვეულებრივ სამშენებლო კარგი რა ქენიცი დიახ კარგი ერონდის დამთავრდება სამუშაოება რა დაჭირდება კიდე რა სამუშაოები იქნება და დიახ არა ოქს არ წე ოქსი არ არის საუბარი აქ უბრალოდ ვეუბნები რომ შეზღუდის თანხა ეს ყოფილა რაც არის ხო ოფიციალური დამთავრდება სამუშაოები რა მოხდება მას საქმის კურსი ებავი და ნებართვის გაკეთებაზე გავასწრებ და მე კარგი ბატონო მაშინი რა გაკეთებულ ნახოთ და მაშინი შიგნით დიზაინია უბრალოდ მიცემული აქ იქნება კიბე იქნება ამის მაგდა აქ ზევით რა არის იგი რა იქნება ესე იგი ებრაელების და ქართველების ისა რა ქვია სიმბოლის ვარიანტი ო გასაგები ილოსთან ქონდა ძალიან ახლო ურთიერთობა როგორც ჩვენი ქალაქის კოლორიტი გვეხმარებოდა ყველა სურათის გადაღება და გვჭირდებოდა ან გადიდება რაღაც ყველაფერი ყოველთვის გვერდში გვიდგა ილოს დავიწყება როგორ შეიძლება ჩვენ ქალაქში იყოს შესანიშნავი პიროვნება და გვიყვარდა სკოლას აი მე ხშირად როცა ვეკითხები ბატონო ამინა ხარს ხშირად ამბობენ რომ სურათს რომ მივიტანდით და ფულს არ გვაქვს აი თქვენ თუ ქონიათ არა ფული არ აუღია ჩვენ და პირიქით უხაროდა რომ ვორმე დახმარებოდა და უბრალოდ გაიგეთებდა ყველაფერი თანაც 100 გრამი არა გამზადებული ქონდა სტუმარმოყვარობისათვის ხარია ძალიან რომ კეთდება და ეს დარჩება ჩვენ ქალაქში როგორც ერთ-ერთი ძალიან შესანიშნავი პიროვნება ჩვენი ილო სახელი იქნება უგდავ არ მიყვებიო? მიდიან უკვე ებრაელები. შეხედე რა კარგად უთხრა ილო. წამოდი შენ წამოვიდესო ისინი ყველა და წავიდეთ. გაიკვირა რა პრობლემაა და რა ხდებაო. გაინტერესებული. უთხარი წინამდე კი არის პატრული და არის სალაპარაკო თქვენთან თქვა. შევთავაზები ჩვენ? ვისთან? დინაკეთის საფის. დინაკეთის ორგანიზატორი არის ქალაქი და ხონდა დამალაპარაკეთ იმას. დამალაპარაკეთ იმას. ვინ საკეთებს ამას? პროექტის მოიცადე პროექტის ინჟინერი აგერ არის და ამბობს რომ აი ეს საყრდენი კედელი პირიქით უფრო გამყარდება და გამფიცდება აი პერსონალობა აბა რა პრობლემაა ილო ფოტოგრაფს ისნოთ ლაპატარა ვიხართ ლაპაპავშოვიდან მაგენ სადრე გქონდა თავისი ფოტოსალონი გქონდა ჯეოსელი რო ერთ თამარ მეფეზე იმის გვერდით აი ხედავ ვიცნობ რა ჩვენ ოჯახს ყველას ვიცნობ და გამიგონია რომ მაგასთან არაერთხელ ყოფილა ყველაზე გამოჩენილი წერლები, პოეტები და ძალიან საინტერესო ეს პიროვნება იყო იმ დონის რომ იმ ადამიანებთან ქონდა რა ეს ურთიერთობა საერთოდ პატიოსანი კაცი იყო ყველას უყვარდა და მართლაც პიროვნება რომელზეც ალბათ რავინერი ცუდს და ყოველთვის კარგად ახასიათებენ და მასეთი ადამიანები მაგალითი უნდა იყოს ყველასათვის. მე თქვა წამოდავლივ თქო და რა თქვა. უნდა ვიმეცადინო თქო. ერთი ძალიან საინტერესო რაღაც დავმახსოვრდა. ერთ თურმე მოვიდა ესა მოვიდანეს გადასაღებად. ხო გადავუღენ ესა და მიცა გადაღებული და მე იმ წუთას ვეუბნა ამ დროს სტუმრები ყავდა. თუ შეიძლება ახლა ესაც გადამეღეო. ხო და გამოიარეოდა
იმ დროს შენ უფრო მეტი სტუნები მოემატა, ხო და მოვიდა ეს და ესო ვერ გადავიღო, რატო და ესო მოცარტი გადაიღო და ბეთჰოვენი ვერ გადაიღო. ფოტოგრაფზე ბევრი მაგას ახსენებელი. მე და ჩემი ოჯახი, ჩემი ძმები ყველა ბავშვობიდან ვიცნობდით ილოს. მაგრამ ყველაზე მეტად მაგონდება ერთი ამბავი. ჩემი უმცროსი ძმა ტრისტანი მილიციაში მუშაობდა. და ერთ დღეს რომ მოსულა ოთახებში შევხედე და ილო იყო დაკავებული. ილო რაშია საქმე, ვინ დაკავო? რა ვიცი, ბიჭებმა დამაკავესო. გამოსულა და უკითხია, რომელმა დააკავეთ? მეო უფროსო. რატო და მთვრალი იყო? ჩემ ძმას გაცილება უთქვია, შემართლა სოფლელო, შენო. ილო აპაფხიზელი ვის უნახია, ბიჭო. მერე გაუკეთებია ხელკავი და გამოუყანია ილო და წადიო და ილოს რაღაც შეუძლია თახიცელი და ახლა მასლა დაგიჭირაო, გაიგე. აპარით იქცე ტრისტან პატივიო და გაშალე კაი სუფრა და ვიქეიფოთ ერთათო, მაგრამ არ მოესწრო ჩემ ძმას ეს ამბავი კი მალე დაიღუპა ავარიაში. მერე ილო ჩემთან მოდიოდა თეატრში და მეხვერწებოდა. შენ ძმას ვერ ვეცი პატივი, მაგრამ დამდე პატივი და შენ მაინც მინდა ქცევ პატივი. ხშირად მეუნებიან, რომ აი ილო ფოტოგრაფი ფულს არ იღებდა არავის არ მახსოვს ჩემ ცხოვრებაში ფული აიღოს ჩემგან. ხო და თუ მეც ვიცოდი არ იღებდა, მაგრამ ერთი უნდა გამოვტყდი ახლა, უნდა ვთქვა, ყოველთვის გავხვევდი ნახევარ ლიტრიანს არაღს და იმას ვიუტადეთ საჩუქრად. მეც და ჩემი ნაცნობებით სხვათა შორის ასე ვაკეთებდით. არც მკვდარი სურათი, არც უცხალი რამდენჯერ გადამიღია, არასდროს როგორ გეკადრება. ფული და ილო შორს იყო ერთმანეთისაგან. ის იყო ებრაელი კი არ იყო, ნახევრად ქართველი იყო ჩემი აზრით. და ძალიან საყვარელი ადამიანი იყო. ზდილობით სავსე. მერიდებოდა კიდეც რომ ამხელა ბიჭი რო ჩამოვივლიდი, ახლა მე თეატრში მუშაობდი, ჩემ გვერდში მისი სახელოსნო იყო. კედელს აიკრებოდა და ისე მომესწრებოდა, გამარჯობა ქალბატონო იზო. წინვალი ადამიანი იყო და ღირსიც არის კიდე მუზეუმის ღირსი. უბრალო პროფესიის, უბრალო ფოტოგრაფი იყო და ავიდა და მიყვარს ილო. Rauna გავიხსენო ილო რაც არტყმულა მე ვერ ვიტყვი ვერაფერს. ეს იყო კაცი, რომელმაც ხიდი გადო ებრაელებსა და ქართველებს შორის. ვენაცვალე ამის სულს, ამის ნაცხოვრებ ცხოვრებას, ძვირფას ცხოვრებით იცხოვრა და ყველას თავი შეაყარა დიდი სიყვარულით და დიდი მოფერებით. დიდ მადლობას უხდი ყველას, ვინც დააფასა ილო, ჩვენი ილო ფოტოგრაფი როგორც ვეძახოდით.
განსაკუთრებით მერაბ ხაჯაიას, ირაკლი ჯავაშვილს. ყველას ვინც იზრუნა რა ამის ილოს ზეგლისა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ უტავყოფისათვის. ყველა არავინ არ დარჩებით ამ ქვეყნად, მე მგონია და ყველა წამსვლებად, მაგრამ ამან განსაკუთრებით გვატკინა ზიაილომ გული, რომ აქ არ არის და ჩვენთან არ არის ახლა ამ წუთში ფიზიკურად, თორე სულიერად ჩვენთან არის, მე მგონია და ილოს გამსწავლობდით და ილო როგორ დაიცვალა, მაშინ დასრულდა ჩვენი ბავშვობა. იმიტომ მისი ჩიტი აღარ გამოფრინდება უკვე და ძიმეა ძალიან, მაგრამ რეალობა მკაცრია. შენი ჭირიმე, ეს იყო მაგის უსაყვარლესი დღე. მოდი შენი ჭირიმე ძალიან და საერთოდ ვის ართმევდა ფულს აი არავის არ ართმევდა ფულს საერთოდ და მე ერთხელ პერსონ იჯარაძეს ვკითხე, საიდან შენლობს ეს კაცი ფულს მე უთხრა და ყველას ასე ისურვებდა. არა, შენგან ფულს არ ავიღებ, გამორიცხული. ადამიანი მეგულება ამის მუნდურებული, ზიაილოს. ამის სულსვენაცვალე. პერსონ შენ რა სიტყვები? და ჰაი, ფოტოგრაფი რა ვიცი. ქუთაისის სიმბის ნამოსი იყო და მაგი ისეთი კაცი იყო, ახლა ვთქვათ ქუჩაში ასე პირდაპირ მომავალი მაწანწალი ძაღლი რო შეხვდებოდა, გვერდზე მიიწევოდა და გზას დაუთმო. საერთოდ ჩვენ ქალაქში და რა ვიცი, ალბათ საქართველოში ვთქვათ ჩვენ ქალაქზე თუ ვილაპარაკებთ, თუ ვინმეს უნდა ჭეშმარიტი ქუთაისლების რიგში დგომა, მაგის უკან მოუწევდა დგომა. ბოდიში ვიხდი გავაწყვეტინებ პესოს და სადღერძელოს რო იტყო და იმ წუთში თვალები უცრამდებოდა ძველ ქუთაისლებს მეობას როცა ადღერძელებდა დაუშვათ კოლიაქვარიანს იმ წუთში ტირილს იწყებდა და მუზეუმშიც აქ მისი სურათები ყველას ვისაც ქუთაისი ყვარებია და გაუვლია და რა ვიცი რა დიდი მადლობა ამ კაცს ასეთი ცხოვრებისათვის და ლეხაიმ აგვიმარჯოს ებრაელო ილო საქართველოს შვილო საქართველოს სიყვარულით ვერ დაღლილო კიბის ქვეშვით ფიროსვანი ხარ აჩერებ წამებს წასულ ძმათა მოგონება შენს გულს რაც აწამებს ებრაელო ილო ქუთაისის შვილო ქუთაისის სიყვარულით ვერ დაღლილო კიბის ქვეშ გაატარა მაგაცმა თელი ცხოვრება და იქ მოღვაწეობდა და თავის შემოქმედება თავისი რა ვიცი ცხოვრების დიდი ნაწილი გატარებული და იქიდან მეგობრებიდან მაგაცები უნებოდნენ რომ გამოდიო, კაი ადგილს მოგცემდეს რაღაცაო მერიასთან, ისედაც მერიასთან ხარ, ახლოსო და აძი მერიაში მოდიოდა. მამამისი იყო დემური მონიავა, ვინც თავაზობდა მაგას რომ კაი პირობებს შეგიქმნიოდა. მე ვარ საქართველოს რო აშენდა კინოთეატრი მაშინ იყო. ხო. თელ პირველ საფორს მოგცემო. გადაყვან ხო, თელ პირველ არაო, აქანა მირჩევნია და შენი დიდი მადლობელი ვარ, მაგრამ აქ მირჩევნია და აქ უნდა მოვკვდე და აქ უნდა იყო სანავ იქნებიო და ალბათ შეედრება ეს მიკონები ლადო ასათიანს აქვს პიროსმანზე კიბის ქვეშ მონკვდა კიბის ქვეშ გათავდა თუ როგორ არის არ მახსოვს ზებირად მაბადიეთ რა ასე იყო სიყვარული და ლიასული საწყალი ცნობილი სიტყვა ილოვიძიას ერთი თვე დავლიოთ ერთი თვე დავისვენოთ ხშირად გვიწევდა ერთად მერაბ ხაჯაიას უთხრა ერთხელ ანუ ოპერატორობას ვინც გვიწევს ახლა ის მომიყვანა ის ერთხელ მაგრა რო უკრავს გიტარაზე ოთარ ამიშვილი მომიყვანა კი ვახსენოს ზიაილო იმ ქვეყნებში პატრონოს მოიყვანა ეს ხანდახან გამიგონია ადამიანები თქვენ რომ ეხლა თურინდა ილუზი და თურინდა სხვა კოლორიტებს ოძახი ქუთაისის კოლორიტებს ნუ რაო ეხლა რატო უნდა იყო ესე აღიარებული და ეხლა ხალხი ყველა რატო უნდა იცნობდეს ბოლო რა უკეთებიათო დადგებიანო და ლაზღანდარობენო და ეგეთი სიცილ ხარხარში გაყავთ მაგის ცხოვრება მაგრამ რა არის ეხლა ადამიანები ხო არსებობენ პოეტები არსებობენ ექიმები არსებობენ ესენი ყველა რა თქმა უნდა თავის საქმეს აკეთებს და თავის სიკეთე საერთოდ ხალხისათვის მაგრამ ამათი დანიშნულებოდა მაგალითად კონკრეტულად ილოს დანიშნულება თქვა ამ ქვეყანაზე იყო იქ რომ აი რა დატოვა და სიკეთე დატოვა რა დატოვა და კაცობრიობა დატოვა და შემთხვევით არ ხდება რომ ქუთაისში 200,000 კაცი ცხოვრობს და ყველა გიცნობდეს. ეგ შემთხვევით არ ხდება. შეიძლება იყოს რაღაც მართლა აკადემიკოსი ექიმი და იმას იცნობდეს ქალაქის მიასედი. ამ კაცს ყველა იცნობდა. ეგ თავისი სიკეთით და რა იყო ეხლა იგოს დანიშნული. ეს დანიშნული ცოტა ისეთი სიტყვა, მაგრამ ალბათ მივხვდებით. ეხლა პიკასო ისეთ თქმაც მინდა თქვა მიდიოდი ხო და რაღაც ვერ ახარ ხასიათზე.
და ლამაზი ქალი რო შეხვდება და უცებ რაღაცნაირად გული გაგინათდება და მე გაივლიდა მიყვება მისი სილამაზე ასე ილოს რომ დაინახავდი ხო რაღაც ხასიათზე რო არ იყავ რაღაცნაირად გამოცოცხლებოდა ნამდვილად ხასიათზე რაც ღიმილი გადაგეკვრებოდა სახეზე და შეიძლება იდღი იმ ღიმილით გაგეტარებია რა და ეგ ილოდან მომდინარე იყო და ეხლა ამ მოსაგონარია არ ვიცი მაგრამ სკოლაში ერთ პერიოდი იყო რომ მივდიოდი ქალი ყიდი და იმას რა ქვია კიოსკში წყალსა და კიოსკით რო გამომეარა ცოტა გზელი გზა იყო სკოლამდე მისასვლელი მოკლე გზების არსებობდა მაგრამ იმ გზით დავდიოდი იმიტომ რომ შეხედა რაღაცნაირად აუ გაგიხარდებოდა იმ დღეს ხუთიანებს ღებულობდი იმ გზით რო გევიდი გესმის ასე იყო ეკაციც რა იმიტომ რომ სიკეთეს სიყვარულს სიხარულს და ამას აფრქვევდა და ეგაურა ქონდა მაგას და კიდე ერთხელ ვიმეორებ რომ ნუ რაო რო იტყვიან ახლა ადექი და შენიყავი ესეთი ცნობილი კაცი როგორც გასაკეთებდა იგავდა სურათებს ხო ესეთ სურათის გადაღება მილიონი იყო მაგრამ ილო იყო ერთი ჯობებს ლაპარაკი ეს ცნობილი მსახიობები რო არიან მედია ჯაფარიძე და ეს თელეგლია და გუსტავე და მარჯანიშვილი ანტრაქტი რო იქნებოდაო და სპექტაკლის მერე სწრაფად თუ უნდა წავსულიყავდო თბილისში ანტრაქტის რო გამევიწეოდითო მე ვინახულებდი დილოს გადავკოცნიდითო და მივდიოდითო და მეორე მოქმედება მერე იწყებოდაო და ეგ დიდი რაღაცაა რა დიდი რაღაცაა ყველაზე პირველად ფოტოაპარატი რომ მქონდა, აი კაცი ცხოვრობდა და მუშაობდა ილო. კეთილი კაცი. ეს მასწავლიდა ხოლმე რაც ნიშნავდა ფოტოაპარატი, რაც ნიშნავდა ფირი და ალბათელი ცხოვრება. გადაღებოდა ყველაფერი. გადაღება ყველაფერი და მითაც დარჩა ესეთი დიდი საქმე და მიტოკეთდება. შავ-თეთრ ფოტოზე მქონდა ყოველთვის გართულება და ბევრი რაღაცები ამიხსნა. დიდი ისეთი არაფერი, რომ ხანმოკლე ურთიერთობა მქონდა. მაგრამ მე ვარ ბედნიერი იმითი, რომ ქუთაისში ჩამოსული ვარ, სოხუმში ვცხოვრობდი და გავიცანი ისეთი ადამიანი, როგორც იყო ილო, ფოტოგრაფი. ეგ ჩემთვის ძალიან დიდი მიღწევა იყო. ილო ჩემთვისაც და რა ვიცი, პიკასო ეხლა მაგ არ გესწავლება, შენ ჭეშმარიტ ქუთაისელი თუ და ყველა ჭეშმარიტი ქუთაისელთვის იყო ჩემი აზრით. აი ერთადერთი ნათელი წერტილი ჩვენ ქალაქში რა. ერთადერთი რატო ვაპარაკო, მაგრამ შეიძლება ცუდად გადამეტებული ნათქვამია. მაგრამ რა არის, აი ყველა ნებისმიერ ადამიანს გინდა შენ იყო, გინდა მე, თუ გინდა იდეალიც რო ავიღოთ, ხო? შეიძლება მოუნახოთ. ბევრი ნათელი წერტილები, მაგრამ რაღაცა ჩრდილი რა, ახასიათი ამ ბუნებაში, ამ ქცევაში, მაგრამ მაგი იმნაირი კაცი იყო რა, ესე ჩრდილს ვერ მოუძებნიდი რა. და წერტილი ახლა პატარა გონია, მაგრამ ხანდახან არსებობს და არის დიდი წერტილების და ილო იყო დიდი წერტილი ესე რომ დიდი ნათელი წერტილი ჩვენი ქალაქის ისტორიაში და შევაკეთებ ახლა ეს საქმე, კაი საქმე არის და ჩემი აზრით ახლა ილო ისედაც უკდავი იქნებოდა ჩვენი ქალაქისთვის, ახლა შენი იდეაც რო არ ყოფილებო ამ ძეგლის გაკეთება, მაგრამ უკვე ესე რომ ვთქვათ, აი ქვის სახით ხორცესმული ის იქნება რა. ასე რომ თქვა და იქნება და აი მამასთან ერთად პატარა ბავშვი რო ჩაებრეს ეტყვის შვილი შეეკითხება ვინ არის ეს რა აქ რო დგასო და მამამისიც ეტყვის რაღაცას და ეს იმ მამისთვისაც კაი იქნება რადგან მისი წარსული და კაი და ნათელი წარსულის გახსენება იქნება და შვილისთვისაც რომ ეცოდინება რომ ესეთი ხალხი დადიოდნენ ჩვენ ქალაქში. კაი კაცი ხარ ამას რო აკეთებ და იმასთან ერთად რომ
აი იმ ძეგლს ვენ ჩაუვლის გვერდს და რაღაცას იკითხავს იმ ძეგლთან დაკავშირებით, იმასაც გაიგებს, რომ იგი შენი თავოსნობით და შენი იდეით გაკეთებული ძეგლი იქნება და შენი ძეგლია და ესეც კიდე ეს მიამაყება კიდე მე შენ როგორც შენ მეგობრს. მამა ჩემი სადაც სასაფლაოსთან დაკავშირებით რაღაცა შევაკეთებდი და ერთი სომხის კაცი არის იმის ბარელიეფს მიმზადებდა და ბარელიეფისთვის საჭირო არის სურათი. ეგ სურათი პატარა არის და მე ხომ უნდა გაადიდო იგი და მითხრა რომ ევანგელიძე მაკაცობდნენ ერთმანეთთან ის სომხის კაცი და იგი და ილოსთან მედი გაგიკეთებსო და წამოვედი ილოსთან და მივედი ახლა მოგესთან. ახლა ილოსთან მიდიო უეტყოდა ახლა ქუთაისელი კაცს მისამართის კითხვა აღარ ჭირდებოდა, იმიტომ რომ ილოს მისამართი ყველა მიცოდა და ეგრევე წამოვედი მოვედი და ესე მინდა მეთქი გამიკეთო და კი პატივცემულობა მითხრა ესე ყველას პატივცემულობას უძახოდა მაგ დიდი იყო პატარა იყო არ იყო მაგისთვის მნიშვნელოვანი და მითხარი ძიაი როდის მოვიდე მეთქი და მითხრა ახლა უცა უნდა გამომიერო და მე მივედი და ყველაფერთან ერთად აღსანიშნავია რომ იგი თავის საქმის კაი ოსტადი იყო. თუმცა რამდენი უნდა მოგართოთ მეთქი და ცოტა რა არის ძე უხერხულობა ვიგზენი ამ სიტყვებში. ახლა რა არის საუხერხულობა? ოსტადი რაღაცას გიმზადებს და ეს შრომა არის და ფასი ღირს და რაღაცა, მაგრამ ახლა ყველა ოსტადი ხო ოსტადი არა, ილო მარტო ოსტადი არისო და მაინც უთხარი ახლა და რამდენი აქ პატივცემული. როგორ გიადრება პატივცემული? ასე ახლა მე არ გამომდის არა ვარ ამდენიც რომ რაც არტისტულად გამომივიდეს, მაგრამ ნუ დაახლოებით ესე არაფრით ფულს ამათ. მე ახლა უცნაურობა იგი არის რომ მეორედ ვიყავი სულ ამ კაცთან ერთხელ, როდესაც რაღაცა საქმე უთხარი რომ მეთქი გასაკეთებელი მაქვს და მეორედ როდესაც ამოღება მინდოდა იმის თუ რა არავით არ შეხებოდა, მანამდე ჩვენ ერთმანეთთან არ გქონდა და აბსოლუტურად მისთვის უცნობ ადამიანს ფულს არ მართმევდა. ახლა წარმომიდგენია მაგასთან ახლობელი და რაღაცნაირი პატარა ნაცნობი მაინც რომ მოვიდოდა იმას როგორ ხარში ამოუდგებოდა და ახლა რა თქმა უნდა მე ისე არ წამოსულა იქიდან რომ რაღაცა არ მეუთხარი რაღაცა არის არყის ფულს გიტო მე ვთხარი შენ ახლა სხვა რამეში მაინც არ დახარჯა მეთქი ეგ ფულს თუ მე რამეს უთო და მასალისთვის და არყისთვის ჭირდებოდა იცი შენ ეს ეგ იყო ჩვენი პირველი ურთიერთობა და საერთოდ შემომერა ის ფაქტი, რომ ქუთაისელებს და ძირძველ ქუთაისელებს განსაკუთრებით, რომლებიც კოლორიტებად დარჩენ ჩვენს ისტორიაში, ჩვენს გონებაში, რომ ძეგლებს უდგავთ, ეს არის მისასალმებელი. და ამ კუთხით ყოველი გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ამ საქმის საკეთილდღეოდ გადაიდგმება ყველა ჩვენთაგანის მიერ იქნება ნამდვილად არა მარტო პირადი დამსახურება, არამედ ქალაქის დამსახურება და ჩვენი ისევ ლამაზი ქუთაისე და ქუთაისელების პატივისცემის მიგება მათი ხსოვნისადმი. ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ილო ხახიაშვილზე, რომელიც ჩემს თანხმობაში დარჩა ტიპური ქუთაისელი ებრაელი კაცი, რომელიც არა მარტო თავისი ფოტოების ხელოვნებით იქებდა თავს, არამედ თავისი ფოტოთი არ იქებდა თავს, არამედ თავის ქუთაისელობით. ის მიყვარდა სულ ყველას, მე თვითონ დავდიოდი მასწავლებელთა სახლში, მახსოვს ის პერიოდები. გიტარის წრეზე დავდიოდი სხვათა შორის. და რამდენჯერმე მქონდა შემთხვევები, რომ ერთად ამოსულა კიდევაც გარეთ გადაუღია სურათი ჩვენთვის და ასე შემდეგ. ჩემი მონაწილეობის მიღება ახლა ამ იდეაში, რომელიც შენ წამოიწყე ჩემო მერაბ, არის ერთი უმთავრესი მომენტი, რითაც შემიძლია მე მივიღო, რომ
ჩვენი ახალგაზრდა თაობა, რომელიც დავიზარდეთ, ზოგი მხატვრები გავხდით, ზოგი არქიტექტორები. ყველამ თითო პატარა წვლილი რო შევიტანოთ, ბატონი ილოს ხსოვნის პატევის მიგებაში და ამაზე კარგ საქმეს რაც გავაკეთებთ, რომ მის მუზეუმში, მის ადგილზე, სადაც ის წლების განმავლობაში იღწოდა, რომ ესეთი ლამაზი ქანდაკება დავდგათ და ეს პროექტი მე შევითანხმო და ამით უკვდავყოთ მისი ხსოვნა. ფიქრობ, რომ ეს წამოწყება, აი შენი წამოწყება, რომელიც განახორციელა და სული ჩაუდგა პროექტ იდეას თვითონ ბატონმა მოქანდაკემ ჩვენმა სასიკადრო ადამიანმა რეზო რამიშვილმა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქისთვის და ქალაქის ცხოვრებისთვის. მე ვარ ბედნიერი, რომ აი ამ პროექტის შეთანხმება მიწევს მე. ეს რაც შეიძლება მეთქვას. Thank you.